საფხულის დასაწყისში ყვავილობას იწყებს ერთ-ერთი ჩემთვის ძალიან საყვარელი ყვავილი ბოლქვოვანი ბეგონია, იშვიათი ყვავილი სხვათა შორის. არც ისე ხშირად შეგხვდებათ სანერგეებში და სათბურებში. იშვიათად ამრავლებენ მარტივი მიზეზის გამო, რომ ძნელი გასამრავლებელია. კალმით ნაკლებად ხარობს და თესლით უნდა ამოვიყვანოთ და თესლი ძალიან ძნელი დასათესია, იმიტომ რომ აქვს უწვრილესი თესლი და თესლით ძნელია. 7 სხვადასხვა ფერი იწყებს ახლა ყვავილობას და ულამაზესი ბუთხუზა ფუმფულა ლამაზი ყვავილებით ყვავის. ძალიან ლამაზი მოწითალო ფოთლები აქვს და ერთ-ერთი განსაკუთრებული მცენარეა ფანჯრის რაფებისთვის. ოთახში მთელი ზამთარი გაუჩერებლად ყვავის, ძალიან ლამაზად ყვავის. ლამაზი ფოთლები აქვს, აი როგორ იწყებს ახლა 7 სხვადასხვა ფერია. ყვითლები, ვარდისფერები, წითლები, მუქი ბორდოსფერები, ძალიან ლამაზები. აი ჯერ არ ყვავის, მაგრამ ახლა კარგი დროა, სულ დაკოკრილი. აი ნახე. ძალიან ლამაზი ბუთხუზა ვარდებივით ყვავილები აქვს და გიჟდები ისე მომწონს, მე რომანტიულება და ძალიან მომწონს. აი როგორი კოკრები აქვს ნახე. ახლა ფოთლებში ჯერ არ ჩანს. ერთი კვირა უნდა და სულ გადაიპენტება. აი ნახე როგორი წითელი ფოთლებიანი რა ლამაზებია. საფხულში გარეთაც ვრგავ ბაღში, ბაღის გასალამაზებლად, ბუჩქების ქვეშ, აი მყუდრო ჩრდილიანი ადგილი სჭირდება. ან საივნე კონტეინერებში ულამაზესია აივანზე, ძალიან კარგად გაიხარებს, თუ კი თქვენს აივანზე ჩრდილია. ჩემი რეკომენდაცია ბოლქვოვან ბეგონიას მრავალწლოვანია. ზამთარში თუ კი ქოთნით ოთახში შეიტანთ ფანჯრის რაფაზე სული ყვავილებს, გაუთავებლად იყვავილებს და დაუზარელი მცენარეა, არ დაიშურებს თქვენს გახარებას ყვავილებით. ეხლა ესენი პატარები არიან ჯერ და ახლა იწყებენ პირველად ყვავილობას, მაგრამ მალე აყვავდება და გაუჩერებლად ყვავის. ზამთარში ზაფხულში. ესეც ბეგონია, მაგრამ ეს ძალიან უბრალო, ყველაზე უბრალო. Semper virens. მუდმივ მოყვავილე ბეგონია. ის უბრალო ბეგონია და იმის ბიძაშვილია ეს ოღონდ სამეფო. ნამდვილი ბუთხუზა ყვავილებიანი, აი კამელიებივით ყვავილები აქვს. ბუთხუზა. აი ფოთლებშია ჯერ დამალული, ეხლა იწყებს. აი ფოთლების ქვეშ ნახე. არ ჩანს ჯერ ამისი სილამაზე, მაგრამ გამოვაჩენთ მალე. მალე აყვავდება. აყვავდნენ ბეგონიები. ახლა როცა კარგად დათფება, წვიმიანი საფხულის პირველი თვეების შემდეგ, ახლა გადაიპენტება. ძალიან რთული მოსავლელია და მით უმეტეს გასამრავლებელი. თესლით ვამრავლებთ, უწვრილესი ნაცარივით თესლი აქვს და ძალიან ძნელია რომ ამოიყვანო. ძნელი გასამრავლებელია კალმით, ძნელი კი არა, ადვილია, წყალში ფესვიანდება, მაგრამ ამდენი ჩვენ რომ გჭირდება, ვერ ვაფესვიანებთ წყლიან ჭურჭელში, საჩავალაგოთ ამდენი. ქვიშიან ყუთში არ ფესვიანდება, როგორც დანარჩენი ყველაფერი. შესაბამისად გვიჭირს მისი გამრავლება და თესლით ვამრავლებთ. შარშანს საერთოდ არ გამომივიდა, 100 ცალიც არ იქნებოდა, იმდენი თესლი დავთესე ჩალპა, ვერ ამოუყვავს, ძალიან წვრილია, ჩითილი და მისი გადარგვა, დაჯგუთვა, დაპიკირება ძალიან ჭირს. წელს ახლა ხომ გვაქვს და საშემოდგომოთაც გვაქვს ბევრი, რატომღაც გაგვიმართლა, იმიტომ რომ გრილი იყო ზაფხულის დასაწყისი და ბევრი გამოგვივიდა და აყვავდა. არაჩვეულებრივი ფანჯრის რაფისთვის უკეთესი ყვავილი არ არსებობს. შიგნით დასადგმელად, ოთახის შიგნით გაუთავებლად ყვავის. ზამთარში რომ თოვს გარეთ და ყინავს, ოთახში არაჩვეულებრივად ყვავის. სახლის პირობებში შეგიძლიათ დააფესვიანოთ წყლიან ჭიქაში, ჩადოთ მისი ტოტი, ფოთოლი და ფესვიანდება. ბოლქვოვანი მცენარეა, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს. ერთადერთი ბეგონიებს შორის ბოლქვოვანია. და არაჩვეულებრივად მსხვილი, კარგი ბოლქვები აქვს. აი რომ ამოიღოთ ქოთნიდან, ასე არ ჩანს, მაგრამ ბოლქვი აქვს მსხვილი. თუ ბოლქვს რამდენიმე ნაწილად გაჭრით, 4-5-ად შეგიძლიათ ასევე ცალ-ცალკე ქოთნებში გადარგათ. ძალიან კაპრიზი მცენარეა. აი ბევრი რამის გათვალისწინება მოგიწევთ, რომ კარგად გაახაროთ. ერთი არის, რომ პირდაპირ მზის სხივები არ უყვარს, აი აქაც ჩვენ სათბურს ბადიაფარია. წვიმა არ უყვარს, პირდაპირ თქეში წვიმა აფუჭებს ყვავილებს, ამძიმებს და ვერ უძლებს მცენარე, დიდია ყვავილები და ვერ უძლებს. ძიმდება და აქცევს მცენარეს და მერე ლპება. ამიტომ პატარა ჩხირები კარგია რომ მქონდეს. კიდევ იმის გათვალისწინება მოგიწევთ მოვლის დროს, რომ
თუ ზედმეტად აიწოწება, გაიზრდება, გადიდება, უნდა გადაჭრათ და დაიბუჩქება, ქვევიდან ამოიყრის ახალ ღეროებს. 10-12 წლის იქნება დაახლოებით რომ მიდევს ეგერ დიდი თიხის ქოთანში და სულ ვაახლებ ტოტებს, ვაცლი და ახლები ამოაქვს და კარგად იბუჩქება. 20-25 ყვავილი აქვს თითო ქოთანს. თუ კი გაუგებთ, თუ კი მის პრეტენზიებს აყვებით, ძალიან აი ამაზე უფრო მადლიერი არც ერთი სხვა მცენარე არ არის. აი როგორ დაიბრაწება და როგორ ყვავის. ძალიან გახარებული ვარ. ეხლა გაჩვენებ ჩითილებს, როგორი ამოსულია უკვე გადასარგავები პატარები. აი თესლები. თესლით ამოსული პატარები. რამდენია? ეს ახლა აყვავდება დაახლოებით სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. მანამდე დამსხვილდება, კარგად გაიჭედება, აქ ახლა 3000 ცალიდებს, ცოტა კი არაა. აი. წელს მოეწონა, რავი, ჩარშან ერთი ცალი აი ძლივს რაღაცა მოაგროვეთ, ბოლოს 200 ცალი შეიძლება მეტი არ მქონდა. წელს უხვი მოსავალია. აი კვიპაროსიც როგორ ამოვიდა ნახე. ყველაფერი თესლი წელს კარგად გაღივიდა. აი კვიპაროსიც როგორ ამოვიდა შეხედე. ყველაფერი კარგადაა წელს, რა ვიცი, უშველა ძალიან წვიმიანმა პირველმა ნახევარმა საფხულის.